სახში გარდაიცვალა, ავადმყოფობდა, ტუბერკულოზი ჰქონდა. მერაბჭრიცარი და მერთხელ ასე თქვა, რომ ავისითიო გაჭრებული ოჯახშვილი იყო. მაშინ ტუბერკულოზი მეფის ძმას მიხეილ ვორონცოვსაც ჰქონდა, რომლის გამოც აბას თუმანი გაკეთდა. დიახ, ეპიდემია იყო და ეს ხო უნივერსიტეტში სწავლობდა 2020 წელს მოეწყო სიბრძნის მეტყველების ესეთი ფაკულტეტი იყო და იქ ახლა მოგეხსენებათ მოხემური ცხოვრება ასეც და გაცივდა ტუბერკულოზი დაემართა ძალიან მძიმე ფორმაში. აბას თუმაშიც მკურნალობდა სხვათა შორის. გადაუღებინდა მესმინდა გადაუღო. ისე კი ბატონო, კი, სწორია. მასე ესეც ცოტა არასწორად წერია. 19 იანვარს არა, 19 დეკემბერს გარდაიცვალა და მაშინ ტიციანს და პაულოს ჰქონიათ გაწყვეტილება დაკრძალულიყო ბაგრატის ტაძრის გალავანში. მაგრამ თოვლი იყო ქუთაისში მეტნახევარიო და ვერანაირად ვერ შევძელით, რომ იქ საფლავი გაგვეთხარაო. შემდეგ დაკრძალეს, დღეს რომ მერია იმ ადგილზე იყო მე მგონი მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. და იქ ბებია ჩემი ჯერ კიდე მაჩვენებდა, აი ქეთუშა ჭელაშვილმა გადმოასვენა 44-ში გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს ის ეკლესია და ვისაც გაგანია ორი იყო, მისი ძმა 44-ში. და დისერტაცია დაცულია, მასწავლია ნუგზარ გოგიაშვილს, ბევრი რამე ამას იყვალი რო არ ქონდა და ბევრი რამე დაიკარგა. ეს და მადლობა ყველას. ძირფასება და რაც თავარია, მინდა ვთქვა ცხოვრება ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პოეტისა, რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.